გამარჯობა ჩემო ძვირფასო მსმენელო და მაყურებელო. ისევ ვაგრძელებთ თბილისური აბანოების წესებს და მინდა ესეთი წესჩვეულება გავიხსენო. ანუ ეგრეთ წოდებული ქალის შემოწმება. ამასე მზითვებთან ჰქონდა დაკავშირებით საუბარი. და აი როგორ ამოწმებდნენ ქალს, ეს შეიძლება უცნობი დეტალი იყოს, ეს ბევრისთვის ცნობილია, რომ აბანოში ჩაყავდათ. რომ შეემოწმებინათ ქალს, ანუ 6 თვეთი არ ქონოდა, კუდი როგორც თვითონ იძახდნენ და სხვა ეფექტები. აი მაგალითად აბანოში პატარა წლისა ქალსინჯვა წესად იყო დადგენილი. ქალს აბანოში ჯირკვლებს უსინჯაოდნენ იღლის ქვეშ და ჩანასთან, რომ მერე ქმრის ხელში მათი აზრით ჭამლად არ გადაქცეული. ხშირად ქალს განზრახ გააცინებდნენ კბილების მოყვანილობა დაენახათ. ლაპარაკის დროს მიუახლოვდებოდნენ, რომ გაეგოთ საპატაზლოს პირში სუნი ხომა ჰქონდა. გესმით? ტუჩის ნაყოფებსაც კი უმოწმებდნენ. პატარა და ტანმორჩილი ქალი არ ითვლებოდა პირველ ხარისხოვან პატარძლად. შვილო ხშირად ეთყოდა მამა თავის ვაჟს. ისეთი ქალი უნდა შეირთო, რომ ლოგინში არ დაგეკარგოსო. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. გამოიწერეთ ჩემი არხი. მომავალ შეხვედრამდე.